რისი ჩვენება გინდოდათ თქვენს და თქვენსთან პარტიელს წერეთლის მოედანზე მისვლით, გამზირზე მისვლით? მოგესალმებით. პირველ რიგში ეს პროექტი უკვე მე-6-ად გადაიდო, ანუ 6-ჯერ გადაიდო უკვე ამ პროექტის დასრულების ვადა და მაინც და მაინც დღეს რატო გამოიჩინა კახაკალაძემ თავი ისე რომ მე და ჩემი თანამშრომლებიც კი მივალთ და ვიმუშავებთო, უბრალოდ გაუგებარია ჩვენთვის. ჩვენ იმის ჩვენება გვინდოდა რომ თქვენ რამე ვერსია გაქვთ ამაზე? ჩვენ ის ვერსია გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში შეიძლება ბიძინევანიშვილის დაბრუნებას უკავშირებდნენ იმის იმიტაციის შექმნას, რომ აქ თითქოს კორუფციასთან რეალური ბრძოლა დაიწყო, სწორედ ამის გამო შეუწყათ კონტრაქტები და თითქოს ამით ანუ ეს მისი ბრძოლა კი არ იქნება კორუფციასთან, არამედ ივანიშვილის ბრძოლა კორუფციასთან? შეუძლებელია კახაკალაძე კორუფციას ეიბრძოლოს, სახელგანთქმულია ზოგადად ის აი ამ სქემებში მონაწილეობით. ეხლაც როგორც ხედავთ, წერეთლის გამზირის ტენდერი მოიგო კომპანიამ, რომელიც მათთან დაკავშირებული და მათი შემოწირველია და საბოლოოდ ეხლა როგორც ჩანს კახაკალაძემაც ფეხი აუწყო ამ ივანიშვილის გეგმას და ახალ ნარატივს, რომ თითქოს ჩვენ კარგი ხალხი ვართ და ეს რაღაცა უბედურებები რაც ხდება, ჩვენი ბრალი არ არის, შეიძლება ანუ ეს რეალური უკმაყოფილება ამ კომპანიით თუ რაღაც ეს ვთქვი იმიტირებული პროცესია, ასე ჩანს თქვენი დასკვნით. ზოგადად ხშირად ყოფილა, როცა კახაკალაძის გაუკრიტიკებია რომელიმე კომპანია უხარისხოდ შესრულებული სამუშაოსთვის და შემდეგ ვინახავს როგორ იგებდნენ ეს კომპანიები კონკრეტულ ტენდერებს, რომლებიც მრავალ მილიონიან ლარიანი იყო. შესაბამისად, ეხლა რეალური უკმაყოფილება მგონია, რომ კახაკალაძეს არასოდეს არ აქვს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა კონკრეტული ტენდერიდან მას იმაზე ნაკლები ფული დარჩება, ვიდრე უნდა რჩებოდეს. საბოლოო ჯამში მე იმასაც და რომ რჩება ამის მტკიცებულება რა შეიძლება? არ მგონია, რომ მაინც და მაინც თავის მოადგილეს მიაქვს ყველაფერი, რომელიც ქართულ ოცნებაში ირიცხება, ტენდერებს იგებენ ადამიანები, რომლებიც მათი შემოწირულები არიან საბოლოო ჯამში. ეს ხო ვიცით და ეს არის სადმინდის ეს ფული შეუძლებელია რომ მასთან არ მიდოს. შეიძლება ძალიან ისეთი გულკეთილი ადამიანი და მის თანამშრომლებს ურიგებს. ვინც ტენდერს იგებს ის რომ ვთქვათ პარალელურად არის შემომწირველი, ამით შეიძლება რაღაც ტიპის ეს ვთქვათ ბმაზე ვისაუბროთ, მაგრამ ეს პირდაპირ მტკიცებულებად მერის კორუმპირებულობის რამდენად წარმოიდგინეთ არსებობს კომპანია, რომელიც ასევე არის თქვენი შემომწირველი, ან თქვენი ვიღაც ნათესავი, ცოლის მისახლობელი და ასე შემდეგ. ეს კომპანია მუდმივად იგებს ტენდერებს, უბრალოდ მუდმივად ხან აჯარიმებს მერია რაღაც სიმბოლური ჯარიმებით, ხან სასამართლოში აქვს საქმე, ვერც ერთ ტენდერს ისინი კარგად ვერ ასრულებენ, მაგრამ ხდება ისე, რომ ისინი მაინც იგებენ ტენდერებს. რა შეიძლება აქ ვიფიქროთ? კი, შეიძლება თქვათ, რომ რაღაც პირდაპირ მტკიცებულება და ის კადრი, როგორ მიაქვს კახაკალაძეს სახლში ფული არ გვაქვს, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ვადებს ძალიან საფუძვლიანებს და გონიერი ადამიანისთვის არის ის იმის მტკიცებულება, რომ ზოგადად ჩვენი ქვეყანა კორუფციაში დაადანაშაულს. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს უამრავი ფაქტი, როგორ იყენებენ ეს ადამიანები ჩვენს ბიუჯეტს, იმისთვის რომ შეინახონ თავიანთი პარტაქტივი, უამრავი რაღაცა საცილო კეისი, მაგალითად როგორ იყო 6 მოლარი ზუგდიდის ბოტანიკურ პარკში და არ არსებობდა სალარო და მაგალითად გვაქვს ესეთი დიდი კეისი, როგორც ამ ტიპის ანუ კი ბატონო, ეს თქვათ მესაფლავეები და ასე შემდეგ. თუ უსმინეთ დედაქალაქის მერს, მთავრობის ხდომაზე ის გამოვიდა, პრინციპში უფრო მეტი ველოდი რომ ის ისაუბრებდა ვთქვათ რა დააგვიანა ამ ორმა კომპანიამ რა ვერ გააკეთა, სად იყო პრობლემა ლაბორატორიის დასკვნამ რა თქვა და ასე შემდეგ და როგორ შეირჩა ეს 4 ახალი კომპანია და ის ეს ვთქვათ საუბრობდა ოპონენტებზე გუშინდელ ასე ვთქვათ სახალისო დღეზე, როდესაც უსმენდა ოპონენტებს, ხელმოწარულ აგენტებზე, უსამშობლოებზე და ასე შემდეგ და მაგალითად ლელო იყო კონკრეტულად ეს ვთქვათ გამოყოფილი, მაგრამ ზოგადად ყველას კოლექტიურ სანაცეთს ასე იქნა დასახელებული სახელდებული მისგან. მართალია, ჩვენი ბრალია რომ წერეთელი ვერ გაკეთდა ზოგადად, ჩვენ რომ რაღაცა ცუდ რაღაცებს ვამოვდით კახაკალაძეზე, ამიტომ ცუდ ხასიათზე იყო ალბათ და კარგად ვერ დაამენეჯმენტა რაც უნდა იქნა. საბოლოო ჯამში ქართული ოცნების სტრატეგია არის ის აღარ ამტკიცებს რომ ისინი არიან კარგები, ისინი ამტკიცებენ უბრალოდ რომ მათი ოპონენტები მათზე ცუდები არიან, შესაბამისად ცვლილებები არავის არ უღრს. ეს არის მათი სტრატეგია წლების განმავლობაში და ეხლაც კახაკალაძემ უღალატა ქართული ოცნების კურსს და უბრალოდ შეეცადა ეჩვენებინა რომ კი ეხლა მე რაღაცეები შემეშალა, მაგრამ ნახეთ ვინ არიან ჩემი ოპონენტები, უსამშობლოები, ომის მომხრე ხალხი და ასე შემდეგ. ხა როგორ შეიძლება არჩევანი გააკეთო ერთი ყავს მერი, რომელმაც მე-7 დააგვიანა წერეთლის გაკეთება და ოპოზიცია, რომელსაც ომი უნდა და წერეთელი კი არა, ყველა ქუჩა წერეთლისნაირი იქნება, იმიტომ რომ ბომბები დაწვიდება და ასე შემდეგ. უბრალოდ რამდენად კომიკურია, რასაც აკეთებს კახაკალაძე, როცა მართლა 6-ჯერ გადაიგდო ამ პროექტის დასრულება და დღეს გვეუბნება, რომ მე და ჩემს თანამშრომლებს რომ მოგიწევს მუშაობა, მივახავ ბოლომდე დავასრულებ. ჩვენ ფულს კახაკალაძის მაგაში არ უხდით, რომ ნიჩვით ირბინოს და იქ ასფალტი დააგო. ერთი არ იცის ასფალტის დაგება, მისი დაგებული ასფალტი არავის არ ჭირდება, თუ უნდა
სურდოდა ამის კეთება, შეეძლო რომ ესწავლა და ესეკეთებინა თვითონაც დაისვენა და ჩვენც დავისვენებდით, უბრალოდ ჩვენ მაგას უხდით ფულს იმაში, რომ ჩვენი გადახდილი გადასახადები დახარჯოს სწორად, უპირატესობა მიანიჭოს არა მისახლობელს და ნეპოტიზმით არჩეულ პირს, არამედ უკეთეს, ასე რომ იქცეოდეს წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია უკვე იქნებოდა დამთავრებული, თუმცა რომ გადავხედოთ ბაზარს, ანუ იმდენად გაუმოვდეს სტიმულები სამშენებლო კომპანიებს, რომლებიც ყავთ დასმულიან ტენდერებზე, რომ საბოლოოდ 80%-ზე მეტში ვნახავთ, რომ ან მათი ახლობლები არიან, ან მათი შემომწირულეები არიან, ან მათთან დაკავშირებული პირები არიან. ეს უბრალოდ რაღაც ტაქტიკა იყო ამ დროს სამიზნედ არა თემაზე საუბარი, არამედ ოპონენტებზე საუბარი. რა თქმა უნდა, საუკეთესო თავდაცვა მისთვის არის თავდასხმა, როცა ეუბნებიან, რომ შენ რაღაც შეგეშალა, გეუბნება, რომ კი, მე შეიძლება რაღაც შემეშალა, მაგრამ ნახეთ. აი, წინამთავრობა ვერ აკეთებდა და სად იყვნენ წინამერები და ჩვენ ხარისხიანად ვაკეთებთ ახლა ეს მცირე ეს სხვათა შორის ეს რაღაც ტიპის დისკომფორტი მოაქვს ამ ტიპის თავისი წინა პრეზიდენტი ციხეში ამ ტიპის მშენებლობებს და ამ ტიპის რეაბილიტაციას. ანუ საბოლოოდ ხელის გაშვერა წინამთავრობისკენ, წინამერისკენ მისთვის მომგებიანი არ არის, იმიტომ რომ წინამთავრობა ეხლა მთავრობაში არ არის და აღარც დაბრუნდებიან შესაბამისად, თუ უნდა კალაზე სრასე დაასრულოს, მოუწევს გონია რომ უარესად დაასრულოს, იმიტომ რომ ისინი შევარდნაძეს მაინც არაბლებენ რაღაცებს. რეიტინგებს ხედავ რომ აღარ აქვს შანსი იმედი მათ შორის იმედიც მაქვს. ხო, მაგრამ ისინი არიან ოპოზიციაში ყველაზე მსხვილები. ღმერთმა ხელი მოუმართოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთ მმართველობით მოვლენ ხელისუფლებაში ოდესმე. ოდესმე რა შემდეგი 8 წელი. კი ბატონო, სხვებთან ერთად თუ მოვლენ ყველაზე მსხვილები იქნებიან და გვაქვს ცდელობა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ყავდეს სტუმრად, მაგრამ მანამდე თქვენ რა ტიპის პრეტენზია გაქვთ ამ მიმართულებით, რომ თქვათ? ხო, პირველ რიგში იგნორირებას ახდენენ, არ ახსოვთ და არცად არ ახსენებენ, ასეთი პრეტენზია მათთან არ გვაქვს. ისინი ამბობენ, რომ დაიწყებენ ემიგრანტების ინფორმირებას არჩევნებთან დაკავშირებით მესამე და მეოთხე კვარტალში და მეოთხე კვარტალში არჩევნები უკვე დასრულებული იქნება. შესაბამისად, პოსტფაქტუმ ალბათ გააგებინებენ ემიგრანტებს, ხდება არჩევნებთან დაკავშირებით. ზოგადად ქვეყანა, რომელსაც ყავს მილიონზე მეტი ემიგრანტი, აქედან სავარაუდოდ სხვადასხვა გათვლებით 700,000 ადამიანი, რომელსაც აქვს ხმის უფლება და უბრალოდ მართლა არაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ ამ ადამიანებს საარჩევნო უბნები გააუხსნას, ეს ადამიანები მოძებნოს და გულხელთ დაკრეფილი ელოდება, როდის სადღაც ვიღაც გამოჩნდება, აი ამ ქვეყანაში ჩვენ ხელმოწერები შევაგროვეთ და ზუსტად უთხარით, სად რამდენი ადამიანი მინიმუმ 50. აი როცა არჩევნები გამოცხადდებაო, ამბობენ ისინი, ჩვენ დავამტკიცებთ ღონისძიებათა გრაფიკს, საარჩევნო ბიუჯეტს და იქ გაიწერება პროცედურები, რომელიც ამომრჩეველთა ინფორმირებას ეხება. რა მნიშვნელობა როდის მოხდება ინფორმირება მესამე კვარტალში მთავრდება არჩევნები? თავისი ნოემბერში ხო დამთავრდება და მეოთხე ქვია. მეოთხე და მესამე აქვს გაწერილი. რომ არჩევნების ინფორმირებაზე წავა ეს თან აქვს 100,000 ლარი ყველაფერზე გამოყოფილი ადამიანების გადამზადებაზე, ადამიანების სამეურნეობო ხარჯებზე და ასე შემდეგ, მაგრამ მაგას თავი დავანებოთ. ეხლა არჩევნებს ხო პირველად არ ატარებენ, ბევრჯერ ჩაუტარებთ არჩევნები და 15,000 ადამიანი იღებს ხოლმე მაქსიმუმ მონაწილეობას ამ ყველა ადამიანებთან. თან არანაირი მზაობა არ აქვს იმის, რომ ადამიანები მოძებნონ და ახალი საარჩევნო უბნები გახსნათ. თქვენ ხე ეჭვიგეპარებათ მაგაში, რომ არ უნდა ქართულოს ჩვენს ემიგრანტები მოვიდნენ არჩევნებზე ადამიანები, რომლებზეც არც სუსარა აქვს გავლენა და ვერც მოისყიდიან 20 კილო კარტოფილი. ასეთი ხალხი არის, ვისაც აქვთ ხმის უფლება გადასახადებს ამაზე ხომ არ ვსაუბრობთ? ხვალ იქნება ჩვენი სტუმარი CSKO-ს თავმჯდომარე, მასთან რომ რა არგუმენტები გაქვთ ამის დასადასტურებლად ამაზე ვსაუბრობთ? რა არგუმენტები აქვს ამის დასადასტურებლად? 2020 წელს, 2021 წელს, 2016 წელს, 2018 წელს არ გაუხსნათ უბნები, 55 საარჩევნო უბანი ჰქონდა და 2 დამატებით უბანი ავღანეთში სამხედროებისთვის და როგორმე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად ჩვენ გირჩმა და დროამ თუ მოვძებნეთ 50-50 ადამიანი სად არიან და უბანი სად უნდა გაუხსნათ, მინიმუმ მათაც შეეძლოთ რომ მოეძებნოთ, რომ ნება არა აქვთ ამის ხა. სხვა არგუმენტი ადამიანებს არ უნდათ გაკეთებინათ, როგორ შეიძლება. ბორის, თქვენ ფიქრობთ, რომ ბევრად მეტი უბანი უნდა იყოს საარჩევნო გახსნილი ქვეყნის გარეთ. თქვენ ხომ დარწმუნებული ხართ, რომ 15,000-ზე ბევრად მეტი ხმის უფლების მქონე ადამიანია საქართველოს ფარგლებს გარეთ. ადამიანები, რომლებიც ფულს აგზავნიან აქეთ, მათ შორის თავიანთ ცხოვრებას ხარჯავენ იმაში, რომ ეს ფული მოიპოვონ და მერე აქაურ გადასახადებს იხდიან მადნაშოვნი ფულით და ამ ადამიანებს როგორ ვეუბნებით, რომ ხმის უფლება არ უნდა ქონდეთ.
აქვთ მათ პროცედურა, რომელიც არ არის მუშა პროცედურა. რა უნდა გახკეთდეს? ნახეთ, ამ ადამიანებმა არის საუბარი, რომ თავად უნდა თქვათ დარეგისტრირდნენ, ესე ვთქვათ, გაიარონ, თუ არა აქვთ იქ ლეგალურ, ესე ვთქვათ, ლეგალიზაციის პრობლემა თუ აქვთ, ესეც არ არის ვთქვათ პრობლემა ამ საარჩევნო ხმის მიცემისთვის. ამაზე არის საუბარი. აი კიდევ რა აკლია პროცესს. ჯერეთი პროცედურები, რომლებიც აქვთ, არ არის მუშა პროცედურები. ის რომ მე 30 თვით ადრე უბანს გახსნი, მე კომისიას დავარეგისტრირებ და 22 დღე შემიძლია დამცეს და იქ 3 დღე დარჩება ადამიანის მხოლოდ რეგისტრაციისთვის. მესმის უბრალოდ აქ პრობლემა არ არის. აქ პრობლემა ის კი არის, რომ ამ ადამიანებს ნება არ აქვთ იმის რომ არჩევნებზე მივიდნენ. უბრალოდ მან ხალხი წასულია ეს რეალურად სამუშაოდ. მუშაობენ უკმე დღე შეიძლება მათთვის არ იყოს არჩევნები და მუშაობენ. აბა რა შეთავაზება გაქვთ? ორჯერ წავიდნენ სადმე უბანში, რომელზეც მაქსიმუმ შეიძლება რომ 3000 ადამიანისთვის იხსნება და თან ამ უბნების უმეტესობა აი ეს კითხეთ ხვალ თუ აქ ვინმოვა, ამ უბნების უმეტესობა გახსნილია საკონსულოს მისამართებზე, მაგალითად შეიძლება იმით რაღაცა თავი მოიწონო რომ ნიუ-იორკში 2 უბანია, მაგრამ ორივე უბანი ერთი და იგივე მისამართია და ეს ერთი და იგივე მისამართი არის საკონსულოში და როგორმე ამ ადამიანებს აქვს მანძილის დაფარვის პრობლემა და ისე უნდა გადანაწილდეს უბნები რომ ეს პრობლემა არ ქონდეთ. კი ბატონო, თქვენ ცოტა. მიიღო მონაწილეობა და ჩვენ მაქსიმუმად დავიხმაროთ ამას. ადმინისტრაციის თავმჯდომარემ და ჰაერში ხომ არ ქართულ ოცნება რა გადაწყვეტილება მოთხოვნის გარეშე. ოკეი, პირველ რიგში ის რომ ქართული ოცნებისთვის რაღაც შეხვეწებას აზრი არ აქვს, რა თქმა უნდა, ვეთანხმები აზრი არ აქვს, თუ მათ რაიმე არ აწყობთ, ამას არ გააკეთებენ, უბრალოდ ამ შემთხვევაში შეგვიძლია ტყუილში გამოვიჭიროთ, რასაც ამბობენ ხოლმე ის რომ მათ ძალიან უნდათ ემიგრანტების არჩევნებში ჩართულობა, შეგვიძლია მარტივად დავიჭიროთ, რომ ეს ასე არ არის, თან ამ თემას CESCO-ს პასუხებს რაღაცა ჩვენს ნათქვამს და მათ შორის თუ სხვა პოლიტიკური პარტიებიც ჩაერთვებიან, ამან შეიძლება ითამაშოს ძალიან დადებითი როლი იმაში, რომ ემიგრანტების ინფორმირებულობა მართლა გაიზარდოს და მერწმუნეთ, რომ CESCO ამას ვერ შეძლებს, იმიტომ რომ ამის ნებებაც არ აქვს. რაც შეეხება დანარჩენს, როდესაც CESCO ზოგადად უბნებს ხსნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული ბაზების საფუძველზე. საგარეო საქმეთა სამინისტრო არ იწვიხებს არავის მოძებნაზე თავს, ამბობს, რომ ვინც საკონსულო რეგისტრაციას გაივლის, მხოლოდ ამ ადამიანებს ჩავთვლი მე უცხოეთში წასულ საქართველოს მოქალაქეებად, მიუხედავად იმისა, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა მაინც და მაინც ადამიანს არ ანიჭებს მაგივრად ხმის უფლებას, მაინც მე ასე გადავწყვეტ, რომ ვინც საკონსულო აღრიცხვაზეა, მხოლოდ მათ დავითვლი და მეც არავის არ მოვძებნი. ჩვენ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვეუბნებით, რომ აგერ ადამიანებს მოგიძებნით, შეიძლება აქედან ვიღაც იყოს საკონსულო აღრიცხვაზე, ვიღაც არ იყოს, შეგიძლიათ რომ გადაამოწმოთ, ამის გაკეთება არის ძალიან მარტივი, გადაამოწმეთ, ნახეთ ეს ადამიანები თუ მაინც და მაინც ყველა შტატში და ყველა ქალაქში სადაც მინიმუმ 50 ქართველი მოიძებნება, ვერ გახსნით საარჩევნო უბანს, მოძებნეთ კომპრომისული ადგილები, რაც მაგალითად შუაში იქნება და ყველა მხრიდან უფრო მარტივი მისასვლელი იქნება და გახსენით იქ საარჩევნო უბნები. უბრალოდ კიდევ ერთხელ ამაზე მათი პასუხი შეიძლება იყოს, რომ ჩვენ ფიზიკურად არ შეგვიძლია დავაიდენტიფიციროთ ეს ადამიანები მართლა უცხოეთში არიან თუ არა. რა თქმა უნდა, ეს არის ტყუილი, შეუძლია ძალიან მარტივად შეუძლიათ ამის გაკეთება, შეუძლიათ უამრავი რამ მოიფიქრონ, მაგრამ კიდევ ერთხელ ამას არ გააკეთებენ, იმიტომ რომ არ აქვთ პოლიტიკური ნება. თქვენ წარმოიდგინეთ, სადმე იყო 700.000 ქართული ოცნების ამომრჩეველი, ყველას მოძებნიდნენ, ყველას ნათესავეს. იქნება ზოგიერთი ქართული ოცნების ამომრჩეველია იმათგან. 700.000 არა, მათ იციან რომ ამ ქვეყნიდან გაქცეული ადამიანი, რომელსაც დატოვა აქ ყველაფერი და წავიდა სარჩო საბადებლის საძებნად, რომელზეც არანაირი ზემოქმედების ბერკეტი არ აქვს, რა თქმა უნდა, მათი ამომრჩეველი დიდი შანსით არ არის. თუმცა იყო შემთხვევა, როცა ნიუ-იორკის საარჩევნო უბანზე მივიდა ადამიანი და ქართული ოცნებაში არ არის, მართლა იყო ქართული ოცნების ამომრჩეველი. ნიუ-იორკის საარჩევნო უბანზე მივიდა ადამიანი და ქართული ოცნება შემოხაზა და ავისი ხა თვითონ კაი, მაგრამ ჩვენ რას გვერდჩის, უბრალოდ არ ვიცი ეს ხალხი. უბრალოდ ხო, მათ ამომრჩეველებზეც მათ შორის მართლა ვიცნობ, მართლა მათი ამორჩევლების თუ არა ნებისმიერი პარტიის ამორჩეველი ისარგებლეს და მივა ასეთ საარჩევნო უბანზე უბრალოდ მაგას ეხლა CESCO და ვინმე მოვიდეს და გითხრას რომ მუშაობთ და ვერ ვაკეთებთ არის აბსოლუტური სისულელე მით უმეტეს აი თუ არასახელმწიფო ორგანო შეუძლია ამის გაკეთება ჩვენ მწირი რესურსები და ნებისმიერ პარტიას დარწმუნებული რომ შეუძლია ამის გაკეთება ქართული ემიგრანტების მოძიება მათ შეუძლიათ ამაზე 10 ჯერ მეტის გაკეთება იმიტომ რომ 10 ჯერ მეტი ფული აქვს და 10 ჯერ მეტი სახელმწიფო რესურსი აქვს მეჯერ თუ არა უბრალოდ ამის პოლიტიკური ნება არ გააჩნიათ და მინიმუმ თუ ვერ დავაძალებთ ამის გაკეთებას იმაში მაინც უნდა გამოვიჭიროთ რომ მათი დეკლარირებული ნება რაც აქვს რომ ჩვენ ემიგრანტები უნდა ჩავთოთ საარჩევნო პროცესში არის აბსოლუტური ტყუილი და მკრანის სისულელე. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა.